მოგახსენებთ იმას, რომ ასე იგი დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ ამ აქტთან დაკავშირებით შეიქმნა რამდენიმე სერიოზული ნაშრომი რეგულაციებში სინამდვილესთან ჰქონდა შექმნილი ვითარების გამო. ორი წამყვანი იურისტი ყავდა ხელისუფლებაში, ერთი იყო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ლიდია უგრეხელიძე, მოგეხსენებათ მისი რანგი იურისპრუდენციაში და მისი ადგილი საერთოდ ევროპულ იურისპრუდენციაში. ასევე უნიჭიერესი მაშინ ახალგაზრდა ჩვენი მეგობარი ჯონი ხეცურიანი, რომელიც ასე იგი იუსტიციის მინისტრად დავნიშნეთ და ამ ორმა ადამიანმა გარდა იმისა, რომ თავისი პოზიტიური როლი შეასრულა მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამასთანავე ისინი მომავალი თაობაც აღზარდა, რა საკვირველია. მე ვიცი მათი აზრი ერთი საუკეთესო ესე იგი სამართალმცოდნეობის დარგში მოაზროვნის მიმართ, რომლის ესე იგი სადოქტოროსაც ისინი ხელმძღვანელობდნენ და ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი მეგობარი, სხვათა შორის ჩვენი დიდი როდარ დუმბაძის დიდებული მწერლის შვილი როდარ თოხულიძე, სხვათა შორის მამამისი ალბათ ყველაზე დიდი მწერალი იქნებოდა მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობაში 26 წლის ასაკში რომა გარდაცვლილი პროჯექტმა თოხულიძეზე საუბარი და ის ესე იგი არაჩვეულებრივი წინვალე მოხდებზე. როდარი მოგახსენებთ ესე იგი სამართლებრივ შეფასებას, მოკლედ მისი სხვათა შორის იმ არაჩვეულებრივი ნაშრომის საკითხიც არის საქართველოს საერთაშორისო სამართალ სუბიექტობა. ნოდარს თხოვ მოკლედ ჩამოგვეყალიბოს იურიდიულ ენაზე თუ რა მოხდა მაშინ და რა შედეგები გამოიწვია და რას წარმოადგენს ესე იგი ის ჩვენი მიღწევა იმდროინდელი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. უწინარესობის ფილოსოფიის დღეს თქვენ უმრავლესობა რო არ ყოფილიყო, ალბათ არ დაგიგებთ. ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. დავიწყოთ იქიდან, რომ 91 წლის 31 მარტს რაზეც გასცა საქართველოს მოსახლეობამ პასუხი, ეს ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საქართველოს აღადგინა 18-21 წლის სახელმწიფოსთან კონტინუიტეტის, ანუ სახელმწიფო გაგრძობითობის საფუძველზე და არა რასაკვირველია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ ახალ სუბიექტობას. ეს არის ძირითადი მონაპოვარი იურიდიული თვალსაზრისით, მე პოლიტიკაში არ შევალ, ჩემი საქმე არ არის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მაგრამ უდიდესი მონაპოვარი იყო ის, რომ სახელმწიფომ გააგრძელა თავისი არსებობა და არ ჩამოყალიბდა როგორც რაღაც სუბიექტის დაშლის შედეგად წარმოშობილ ახალ სუბიექტს. ეხლა ძირითადად საინტერესო გახლავთ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის გარკვეული სამართლებრივი დავა. ეხლა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ 90 წელს 9 მარტს დადგენილება რო გამოვიდა, ესეც ცნობილია, რომ თვითონ საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო ეს დადგენილება საკუთარი თავის უკანონობისა და გაუქმების შესახებ. ეს ძალიან საინტერესო რამ არის სამართლებრივი თვალსაზრისით. ესე იგი, საქართველოს ССР უზენაესი საბჭოს 90 წლის 20 ივნისს დადგენილების შინაარსთან დაკავშირებით ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ამ დოკუმენტში საქართველოს ССР უზენაესი საბჭო 21 წლის მოვლენებს აფასებს, რა ფაქტობრივ ანექსია და ისე არის შეფასებული. იყენებს პოლიტიკური დატვირთვის ცნებასო ამბობენ, ხოლო ანექსიის სამართლებრივი ცნებაო არ არის მოცემული. შესაბამისად არ არის მოცემული, ესე იგი
არ განხორციელდა შეფასებული მომენტი, როდესაც საქართველოს სამართლებრივი ანექსია განხორციელდა და შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ როგორც სახელმწიფო შეწყვიტა არსებობა. აგრეთვე გამოთქვამენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ უნდა იყოს მართებული საუბარი სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე, ვინაიდან სახელმწიფოებრიობა თუ არ შეწყვეტილაო, მისი არც აღდგენა არის შესაძლებელია, არის ესეთი მოსაზრება. რაზეც შეგვიძლია თავისუფლად თქვა სამართლებრივი პრიზმიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი ანექსია არ განხორციელებულა. ეს აქტი წარმოადგენდა წმინდა ფაქტის, უпростоრად კი ძალადობის ფაქტის მდგომარეობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მიუხედავად სამხედრო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისა იურიდიულად განაგრძობდა არსებობას. სწორად ამიტომ მოხდა ხსენებულ დოკუმენტსა და 91 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში მომხდარის ფაქტობრივ ანექსიად შეფასება და არ განისაზღვრა სამართლებრივი ანექსიის ცნება. არაფორმალური მდგომარეობის შეფასება მოხდა სწორადაც რომ მართებულად მისი ფაქტობრივი ხასიათის შესაბამისად. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ხაზს უსვამს გარემოებას, რომლის თანახმად ციტატა მომაქვს. სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს. დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უფლებრივად განაგრძობს არსებობას მას შემდეგ, რაც 18 წლის 26 მაისს საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ასპარეზზე იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით გამოვიდა როგორც ახალი სახელმწიფო და რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თანახმად სახელმწიფოებრივი დამოუკიდების უფლება მოიპოვა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ. აქცენტი აქ კეთდება, აი ეს არის საინტერესო, არა სახელმწიფოებრიობაზე, არამედ დამოუკიდებლობაზე, მდგომარეობაზე კეთდება და არა სტატუსს. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ფაქტობრივ ანექსიაზე და საბჭოთა კავშირში მის არასამართლებრივ ინკორპორაციაზე. და ხაზი ესმევა იმ სამართლებრივ ბაზას, რომლის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკა აპირებს საერთაშორისო თემობასთან ურთიერთობაში შესვლას და რომელთაც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს სწორადაც რომ 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს ხალხის მიერ გაცხადებული ნებასურვილი შეპირობებული. აი ეს არის საკთავარი. ეხლა რაც შეეხება საქართველოს რესპუბლიკასა და საქართველოს 95 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს სამართლებრივ კავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი, ასე ვთქვათ, 95 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობა ეფუძნება 31 მარტის რეფერენდუმს და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. მეორე დებულებაშივე, მეორე მუხლშივე მოაქვს მისი კოლიზიური ნორმა. ესე იგი, ნორმა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ნათქვამს. რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობა განპირობებულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობა. ეხლა სახელმწიფოს ტერიტორიის გარეშე წარმოუდგენელი რამ არის და ტერიტორია სახელმწიფოებრიობის მთავარი კომპონენტია, ეს ეხლა თქვენ ჩემგან არ გესწავლება. აი ეს არის მთავარი კოლიზია, რომლითაც საქართველოს 95 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ახალი, რომელიც თავის თავს პოზიციონირებს როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის
შედეგად წარმოშობით ახალ სახელმწიფოდ ვერანაირად, ასე ვთქვათ, ვერ ჯდება იმ ფესვზე, რომელსაც თვითონვე აღიარებს რეფერენდუმსა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს. ეხლა 21 დეკემბერი რა თარიღია? 21 დეკემბერი 91 წლის 21 დეკემბერი არის თარიღი, როდესაც 8 დეკემბრის უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის ფედერაციის ვისკულიში, ბელოვეში, ესე იგი, საბჭოთა კავშირის გაუქმების და ესენგეს ჩამოყალიბების აქტს ყველა სხვა რესპუბლიკა უერთდება. 21-ში არის მიერთების თარიღი. ამაში საქართველო არ მონაწილეობს საბჭოთა კავშირის დაშლის ამ პროცესში საქართველო არ მონაწილეობს, იმიტომ რომ როგორც ასე ვთქვათ, წავიკითხეთ, საბჭოთა კავშირის ლეგიტიმაცია არ მოუპოვებია საქართველოსზე და დასაკვირველია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არც მიიღებდა მის დაშლაში მონაწილეობას, რა ხელიერია ასე ვთქვათ. ეს სწორი პოზიცია იყო აბსოლუტურად სამართლებრივი თვალსაზრისით, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, თუ გადავავლევთ თვალს, ესე იგი ევროპულ თეორიას სამართლის შესახებ და საერთაშორისო სამართლის შესახებ და 22-ში მივიღეთ, რაც მივიღეთ. ეს იყო მიზეზი ზუსტად იმის, იმიტომ რომ სხვანაირად არ იკითხება 22-ში, აქ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გამოვიტანო თქვენ წინაშე. ეხლა აქ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არიან აქ და ძალიან საინტერესო იქნება ალბათ მათთვის ერთი რაღაცის გაგონება, ასევე სხვისთვის. 95 წლის კონსტიტუცია შექმნილია მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დასრულებულია და 95 წლის კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული აფხაზეთის სტატუსი. ჩვენ, ესე იგი, სახელმწიფოს ნაწილზე არ აქვს გათვალისწინებული სტატუსი და გვიწერია ასეთი ჩემთვის გაუგებარი რამ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ სტატუსი იქნება განსაზღვრული. ესე იგი, თუ არ განსაზღვრეთ ჯერ ის რაც უნდა გამთლიანდეს, როგორ უნდა გამთლიანდეს, ცოტა ჩემთვის არის გაუგებარი. აი ეს იყო ძირითადად რაც მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა.